პატარაობისას აღმოვაჩინე პოეტი ტერენტი გრანელი, როდესაც წავიკითხე ლექსი ქალი, რომელიც ეკლესიის ეზოში ცხოვრობს. ხშირად მინატრია იქნებოდა თუ არა ჩემს ცხოვრებაში ის პერიოდი, როდესაც ეკლესიის ეზოში ვიცხოვრებდი და ყოველდილით ფანჯრიდან დავინახავდი მაღალ სამრეკლოს. არავინ არ თქვას ბავშვობის ოცნება არ სრულდებაო. მე ცუდად თუ კარგად ეს ოცნება ამისრულდა. ეს ეკლესია წმინდა ნიკოლოზის სახელობისაა. ჩუღურეთში მდებარეობს. წინამძღვარი დეკანოზიმა მაქსიმე ჭანდურია. აფხაზეთის ტკივილი დღემდე მოჰყვება. პოეტმა ნინო მაჭავარიანმა წლების წინ თავის ოჯახის წევრებთან ერთად იძულებით დატოვა აფხაზეთი. მაშინ დედამ მხოლოდ მისი ლექსების გადარჩენა შეძლო. დღეს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში, აი ამ სახლში ცხოვრობს. აფხაზეთის დატოვების შემდეგ ნინო მაჭავარიანის პოეზია აფხაზეთით და ბავშვობის მოგონებებით გაიშღინდა. ძალიან დიდი როლი ითამაშა დედაჩემმა ჩემს პოეზიაში. იმ ძალიან მძიმე წუთებში, როდესაც ჩვენ გვიხდებოდა აფხაზეთის დატოვება, დედაჩემს ჩანთით მოქონდა ჩემი ლექსები და მე მაქვს ის ლექსები, რომელიც დედაჩემმა გადაარჩინა. და ამ ლექსებს მე გადარჩენილ ლექსებს უწოდებ. პოეტისთვის ბევრს ნიშნავს ეკლესიის ეზოში ცხოვრება. ყოველ დღე მამა მაქსიმეს დალოცვა კი სულიერად აძლიერებს. ნეტარი ავგუსტინეს წერილებს ხშირად კითხულობს. როგორც თავად გითხრა, მისი კითხვა აფხაზეთს, იქ გატარებულ დღეებს აგონებს. კითხვის შემდეგ მისი პოეზია ტკივილიანი მონატრებით ივსება. თვალზე მომდგარი ცრემლით გავცივდი, გულში გამიჩნდა ბზარი უაზრო, ჩემს სახში განა გავცვლიდი, მაგრამ დევნილი გავხდი უვადოდ. ინოს ლექსებმა გამაგვირვა. ძალიან საინტერესო, ძალიან გულში ჩამწვდობი. აი მისი ბავშვობის გამოტირება, მისი გზა და დაახლოებით 10 წლის ასაკში უფრო პატარას ისეთი ლექსები აქვს დაწერილი, რომ ეს გასაოცრად მეჩვენა. და ტკივილს თუ ამხელა სიყვარულს შეძენდა, ეს მის დიდხელოვნებაზე არის დამოკიდებული. საკუთარ სულში ხეტიალით ფუნჯი აიღე. გრძნობის წიაღში მარტოხელად დაბადებული. მუსებმა ფიქრის შთაგონებით ცისკენ წაიღეს და შექმნეს ტილო, სიყვარულზე ამაღლებული. პოეტი ნინო მაჭავარიანი გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ხელმძღვანელი, უფროსი ექიმია. ეს ის ფურცლებია, რომელიც მალე ლექსებად იქცევა. კრებული სავარაუდოდ აპრილის თვეში გამოიცემა. მანამდე კი პოეტებთან, თემურ ჩალაბაშვილთან და მარიამ ჭედრიშვილთან ერთად უახლოეს პერიოდში ერთობლივ პოეზიის საღამოს მოაწყობს, რომელიც ფიროსმანის მუზეუმში გაიმართება.